ვეფხისტყაოსნის საჯარო კითხვა პეტრაციხის ტერიტორიაზე საჯარო კითხვაში, რომელიც ხალხური სიმღერებისა და ცეკვის ფონზე მიმდინარეობდა, მონაწილეობას 150-მდე სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი იღებდა. უკდავი პოემის საჯარო კითხვის აქცია აჭარის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის ორგანიზებითა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით გაიმართა. აქციაში მონაწილეობა ნებისმიერ სურვილს შეეძლო. ტრადიციული ღონისძიება ბათუმის გარდა წელს მეცხრედ თბილისში, სენაკსა და თამარაშენში ჩატარდა. ბათუმში მისი სლოგანი ვეფხისტყაოსნიდან ცნობილი აფორიზმი ბოროსას ლია კეთილმანი იყო. ღონისძიების ყველა მონაწილე საჩუქრად ვეფხისტყაოსანი გადაეცა. ეს ღონისძიება საკმაოდ მნიშვნელოვანია, ვინაიდან რადგან თითოეული ჩვენთაგანი ვართ საკმაოდ პატრიოტი ადამიანები იმისათვის, რომ ვეფხისტყაოსანი გავიხსენოთ და კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალს იმ კარგ სტრიქონებს, რაც შოთა რუსთაველმა ჩვენ დაგვიტოვა და დაგვიწერა. ჩვენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთა ყოველთვის მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ ესეთი ლამაზი საღამოების ორგანიზებაში. და ეს არ იქნება ერთჯერადი ხასიათი. ესეც ლამაზი საღამოები ყოველთვის გაგრძელდება. ახალგაზრდები არიან ჩართული და მათი ორგანიზების და მოთხოვნა იყო თვითონ ახალგაზრდების, რომ აი ამ ულამაზეს ადგილას, იმ ადგილას, სადაც დარწმუნებული ვარ და ისტორიკოსების ნაწილი ამტკიცებს და ესეც არის. მე ვფიქრობ, რომ სწორედ აი ეს ადგილი არის ძველი ქაჯეთის ციხე, მოხდა ვეფხისტყაოსნის კითხვის დღე.